შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ ადამიანი დედამიწაზე რომ შემოვიდა, რა იყო აქ მთავარი ემოცია. გულისხმობ მიწიერებაში, განსხეულებაში, ცოტა მძიმე მატერიაში რომ შემოვიდა. ხა რო აგიხსნათ აი ამის ზევით არის სულიერი სამყაროები, აი დაახლოებით აქ სელენას ინკარნაციის სფეროში აქ არის ზევით სულიერი სამყაროები, რომელიც ბევრად უფრო ნათელ ენერგიებში არის, უფრო მსუბუქ ღვთიურ ენერგიებში არის გახვეული, ესე რომ ვთქვათ, ხო? და რაც უფრო ამ სელენიდან ჩამოდივართ, მყარდება მატერია, როგორც სხეულებრივად, ესე აღქმადობაში. ეზოთერულ ასტროლოგიაში რო გავიდეთ, სელენას ინკარნაციაში რო გავდივართ სიტყვაზე, ხო? იქ არის სამყაროს შესახებ ბევრად უფრო ნათელი აღქმადობა, ბევრად უფრო აი ღვთიური ენერგია, ჭეშმარიტება, სულიერი წვდომა, ეს ყველაფერი თითქოს უფრო ახლოს არის, ანუ უფრო სულიერ ენერგიაში არის და რაც უფრო ქვევით წარმოსახვით ესე შტაინერის ამბობდა, რომ იქ ზედა სამყაროები და ქვევით უყურებიანა, უფრო ქვევით რო აღვიქვამთ ნენელა, იქ უფხეში მატერია შემოდის, ხო? ამ უხეში მატერიაში დომინირებს ეგოს თემა. ეგოს თემა რას ნიშნავს? არ ვიცით, როგორ მოახდინოთ სელენას ენერგიის რეალიზირება მატერიაში, ხო? იმიტომ რომ აქ უფრო უხეში მატერიაში დომინირებს ეგოს თემები, უფრო დაუცველობა, თვითგადარჩენა, სულიერება, ზე მეტად აქ ხორციელი, ანუ ინსტინქტური ენერგია დგას, ხო? ამ ეგოს და აი ამ მე ენერგიას აქვს ეს აურაში ენერგეტიკული ველები სხვადასხვა სიხშირეზე. ასევე აქ არის ზედა ნახევარსფერო და ქვედა ნახევარსფერო, ხო? ყველა ჩაკრებს, აი აქ ენერგეტიკულ ცენტრებს ეძახდა მაგალითად სხვადასხვა ენერგეტიკულ ცენტრს, თავის კუნდალინი, თავის იქ შუბლის ჩაკრა და ასე შემდეგ. ინდური ფილოსოფია ძალიან კარგად ხატავს აურაში ენერგეტიკულ ცენტრებს. როდესაც არის ტრამვული მძიმე გამოცდილებები ან კარმული მძიმე გამოცდილებები, აი ამ აურაში ადრე ვლადიმერ ბენაიძეს ამ ქონდა რამდენიმე ვიდეო მიდევს გვერდზე, რომელიც პირდაპირ ამ სფეროს სპეციალისტი არის, აურის დიაგნოსტიკას ახდენს და აი ეს აურა ირღვევა და ხდება წიგნიც აქვს მას დაწერილი. აი ესე როგორ ხდება გადინება ენერგეტიკის და ენერგიას კარგავს ადამიანი აქ. რომელიღაც ჩაკრაში და როგორც წესი ქვედა ჩაკრებში ხდება გადინება, ანუ აი მაგალითად როცა ამბობენ ბნელი ძალები, თვალი, წყევლა, სხვადასხვა მძიმე სულების თავდასხმა და ბევრ რაღაცას რო იძახიან, როგორც წესი ქვედა ჩაკრებთან არის დაკავშირებული. აი თუ არის გულის ჩაკრაში თავში პრობლემა მაგალითად, ის უკვე ზედა ენერგიებთან არის დაკავშირებული.